ვისაც მდიდრები არიან შვილორავი მიდიან ზღვებზე დასასვენებლად ბორჯომი რავი 1000-გან ვისაც აქვს და ვისაც არა გვაქვს ხედავთ სახში ვერსად გამიყვანია ჩემი შვილიშვილები არიან სახში მომწყროულები რო ვთქვა როგორც აი ბუნკერში აი ეს მისხედან ამ სიცხეში ვერ გამომყავს ვაფშე. ასე ეხმაურებიან გორში რიგითი მოქალაქეები ჩვენ მიერ დასმულ კითხვას. ახერხებენ თუ არა დასვენებას საკურორტო ქალაქებში ქართველები. მათი აზრი არაერთგვაროვანია. ნაწილი ამბობს, რომ მოსახლეობა მაღალი ფასების მიუხედავად მაინც მიდის ზღვისპირა ქალაქებში, ხოლო ნაწილის აზრით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე თითქმის შეუძლებელია ამ ხარჯების დაფარვა, ამიტომ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლში რჩება. ახერხებენ თუ არა ქართველები თუნდაც ზღვაზე დასვენებას ანუ ზღვისპირა კურორტებზე დასვენებას და გიწასვლას ახერხებენ? მეტი წილი ვერ ახერხებს. და აი რატომ რომ გითხრათ? ნუ არ არის შემოსავალი საიდან. აი თქვენი აზრით რა უჯდებათ იქ წასვლაზე დასვენება? მე ვერ გეტყვით ახლა დაზუსტებით რა უჯდებათ და რა. და უფრო სად მიდიან ხშირად? ვერ გეტყვით ახლა ზღვაზე ალბათ სადმე რავი. ხებენ თუ არა ქართველები დასვენებას, აი დასასვენებლად წასვლას ზღვისპირა ქალაქში? გააჩნია ახლა ოჯახს თუ კი შეუძლიათ რატომაც არა, მაგრამ ჩემნაირ ადამიანს რა. აი უფრო სად მიდიან დასასვენებლად და რა უჯდებათ დაახლოებით თქვენი აზრით ან ძვირიჯდება? რა თქმა უნდა ძვირიჯდება და მიდიან ისეთები ვისაც უმრავლესობა ვერა. იმიტომ რომ არ არის ის შემოსავალი რომ წავიდნენ და დაისვენო და რამე. აი რამდენ ძვირიჯდება დასვენება? რა თქმა უნდა ძვირიჯდება, როცა ფასები ყველაფერს ემატება, ყველაფერი ძვირია, კი. აი უფრო მეტად სად ისვენებენ ხოლმე თქვენი დაგვრჩება? ვერ გეტყვი, არ ვიცი, ვის როგორ. ზოგი მთაში მიდის, ზოგი ზღვაზე მიდის, ვერ გეტყვი. ყველა სხვადასხვანაირად. მე მგონი ახერხებენ. სჭირდებათ ბავშვებსაც, უმცროსებსაც, სჭირდებათ. და რა ჯდება თქვენი აზრით? არ ვიცი, მე დიდი ხანი არ ყოფილვარ, ვიყავი ადრე 6 წლის წინ. და უფრო მეტად სად მიდიან ხოლმე თქვენს ხალხი? ბათუმი, ქობულეთი, კიდე სად არის? ყველგან სადაც არის ადგილი, სიმშვიდე და სიმწვანე. თქვენი აზრით ბევრი ჯდება? იაფი არ იქნება ყოველ შემთხვევაში. მეტნაკლებად ვალს აიღებენ და მე იმისტუმრებენ იმას, ვალი წავლენ, მეზობელი რო წავდა, იმასაც ხო უნდა წავსვა. და თქვენი აზრით რამდენი ჯდება, ანუ ბევრი ჯდება დასვენება? მე როცა დავდიოდი და შვილი დამყავდა, არაფერი ჩემთვის. მაგრამ იმ წუთში არ ვიცი, ვერ გეტყვი. ვისაც აქვს შესაძლებლობა, როგორ არა. და თქვენი აზრით ბევრი ჯდება, ანუ რამდენი ჯდება? მაგდენი აღარ ვიცი. სეზონის დადგომასთან ერთად ეს საკითხი აქტუალური ხდება, თუმცა ხალხის თქმით, ფასების მატებასთან ერთად თითქმის შეუძლებელი ხდება დასასვენებლად კურორტებზე წასვლა.